მანქანა არის ერთ მოტორიანი, რომელიც არის წინა მხარეს, შესაბამისად არის წინა წამყვანი და სიმძლავრე შეადგენს 204 ცხენის ძალას. განმავლობა ერთი დატენვით 555 კილომეტრი. თუმცა მანძილი დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ასევე დატვირთულ მასაზე, ასევე გზაზე თუ სად გადავადგილდებით, შეიძლება იყოს ქალაქის პირობები ან მაგისტრალი. შესაბამისად ყველაფერს ამას აქვს გავლენა, რა თქმა უნდა, მანძილზე. ეხლა ჩავსხდეთ მანქანაში და უშუალოდ შევაფასოთ როგორია ინტერიერი. პირველი რაც თვალში ხვდება ეს არის სივრცე, რომელიც არის საკმაოდ დიდი, ქარხნული ინგლისური მენიუ და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქარხნული CarPlay. საჭე საკმაოდ ნორმალური, ტყავის, ასევე ვიზუალითაც არის ძალიან ლამაზი. მოხერხებული. ასევე აი ეს შიდა სივრცე, რომელიც არის აქ ცარიელი, ბევრი მანქანისგან განსხვავებით. აქ შეგვიძლია დავტენოთ ტელეფონი, გამოვიყენოთ პორტები. ასევე აქ გვაქვს სათავსო შუაში. სავარძელი საკმაოდ მოხერხებული, მორგებული. რა თქმა უნდა, არა გვაქვს გაგრილება, არა გვაქვს გათბობა სავარძლის, თუმცა ამ ბიუჯეტის მანქანისთვის ეს სავსებით ნორმალური და მისაღებია. ელექტროღილაკების იდენიის გადაწევა, წინ გაწევა, უკან გამოწევა სტანდარტულად, რა თქმა უნდა. მანქანას აქვს ორი დამტენის პორტი. ეს არის სწრაფი დამტენი, ხოლო წინა მხარეს ჩვეულებრივი სტანდარტული დამტენის პორტი.